Ვიდა პიროვნება ადვოკატის სტატუსით, ეს იყო სულეიმან ისმაილოვი. Როგორც ვერ იყოს მომახსენა, საქმე იყო ესე რომ, ესე იგი, ეს ადამიანი ცდილობდა დაყოლიებას მისი, რომ შეერბილებინა ჩვენება. მოწმეებზე ზეწოლასა და ჩვენების შეცვლის იძულებაში ადვოკატი სულეიმან ისმაილოვია მხილებული. ადვოკატის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას თაზო მთიულიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა მიმართა. არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც გამოძიების ოქროს მოწმეა, ამტკიცებს, რომ უცნობი ადვოკატი მას აიძულებდა ჩვენება სასამართლო პროცესზე უვადო მუხლით დაკავებული კაცის სასარგებლოდ მიეცა. როგორც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გვიცხადა, როგორც მე ისე საგამოძიებო ორგანოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, მასთან იყო ეს ადამიანი შესული, უთხრა რომ თუ კი ის მსგავს ჩვენებას არ მისცემდა, ეს პირი მიიღებდა უვადო თავისუფლების აღკვეთას სავარაუდოდ და ამ გზით იყო მცდელობა მისი დაყოლიებისა. ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა მითხრა, რომ იყო გიორგი პაპაშვილის ადვოკატის თხოვნით შემოსული, რომელმაც ამაში გადაუხადა თანხა. მითხრა, რომ გიორგი პაპაშვილს ემუქრება უვადოდ თავისუფლების აღკვეთა და ცდილობდა ჩემს დაყოლიებას, რომ სასამართლოსთვის მიმეცა არასწორი ჩვენება. ეს არის ბრალდებული გოგონას მიერ პროკურატურისთვის მიწერილი წერილი, რომელიც ადვოკატის წინააღმდეგ საქმის აღზრდის საფუძველი გახდა. გამოძიების ოქროს მოწმე დეტალურად აღწერს, როგორც ცდილობდა ზემოქმედების მოხდენას მასზე ციხეში ადვოკატი. ვერიკო კაპანაძის აღწერით, სულეიმან ისმაილოვი უვადო მუხლით ბრალდებული კაცის გიორგი პაპაშვილის ადვოკატებმა დაიქირავეს. თანხის თანაცვლოდ ციხეში შეაგზავნეს და მოწმეებზე ზეწოლა დაავალეს. მოწმეებს, რომლებიც სასტიკი მკვლელობის თვითმხილველები გახდნენ, სასამართლო პროცესზე უნდა ეთქვათ, რომ თაზო მთიულიშვილი გიორგი პაპაშვილის ცემის შედეგად არ გარდაცვლილა. ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ვერიკო კაპანაძემ მომართა მე პირადად განცხადებით, რომ მასზე განხორციელდა ზემოქმედება ჩვენების შეცვლის კუთხით, ვინაიდან როგორც ის განცხადებაში უთითებს, შესული იყო მასთან პაპაშვილის ადვოკატი და მან უთხრა, რომ უნდა ჩვენების შეცვლის ფორმირება უნდა მოეხდინა, რადგან ბრალდებულს ემუქრებოდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მოხდა მყისიერი რეაგირება და დაიწყო გამოძიება მოწმეზე ზემოქმედების კუთხით შესაბამისმა ორგანომ. ვერსიას, რომ გიორგი პაპაშვილის ადვოკატები განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირებას ცდილობენ, მათი ინტერვიუებიც ადასტურებს. აქვს წარდგენილი ბატონ გიორგის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, რა თქმა უნდა, ამ კვალიფიკაციას არ ვეთანხმებით. მოვისმინოთ ყველა დანარჩენის ჩვენება, შევაფასოთ ვინ რას იტყვის. და ამის მერე, რა თქმა უნდა, შესაბამის განცხადებას კიდევ ერთხელ გავაკეთებთ. სულიკო სულეიმანოვი მოწმეზე ზემოქმედების მოხდენაში მხილებული ადვოკატი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ დანაშაულს გამოძიებაც და მოწმე გოგონაც იგონებს. დღეს დაასახელდა თქვენი სახელი და გვარი გაჟღერდა. ვიცი, ხო, არასწორია. ანუ თქვენ არ შესულხართ და ზეწოლა არ მოგიხდენიათ? არა, კაცო, არა. შეეშალა ვიღაცას. საქმე აღძრულია და რანაირად შეეშალა? გამოკითხვაზე ხო დაგიბარეს? არა, მართლა არა. თქვენი ჩვენება დევს საქმეში. არა. რომ ფული გადაგიხადეთ გიორგი პაპაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, რომ შესულიყავით ციხეში და ზემოქმედება მოგეხდინათ მოწმე გოგონაზე. არ არის მართალი, არა. გაბრალებენ? არა. კი, არ არის მართალი. გიორგი პაპაშვილი, პირი, რომელმაც გამოძიების მტკიცებით 22 წლის მეშაურმე სამზარეულოს დაფით მოკლა და ცხედარი ბინაში ჩაკეტა, გამოძიებას 1 წელი ემალებოდა. სასტიკ დანაშაულში მხილებული რუსეთიდან 1 თვის წინ ჩამოიყვანეს. ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნეს. ვიდეო მტკიცებულებები დანაშაულის ჩადენის იარაღი და მოწმეთა ჩვენებების საქმეში არსებული მასალებით სასტიკი დანაშაულის მთავარ ფიგურანტად სწორედ პაპაშვილის სახელდება. დღეს მის წინააღმდეგ ჩვენება საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა გოგონამ მისცა. ჩვენება იმდენად მძიმე იყო, რომ მოკლული ბიჭის ოჯახის წევრები დარბაზში შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდათ. პროკურორმა წარმოადგინა სწორედ ის მოწმე, რომელსაც ეახლა დობით აღჭურვილი პირი ადვოკატი 2 აპრილს, რომელმაც დაიწყო დეტალური ამავდროულად დამაჯერებელი ინფორმაციის გაცემა, რომელიც მძიმე აღსაქმელი აღმოჩნდა თამაზ მთიულიშვილის დეიდისთვის, ის ცუდად გახდა და ამ მოტივით შეწყდა დღევანდელი სხდომა. ისინი ცდილობენ, რომ შეალამაზონ ჩვენება და თითქოს ძიძგილაობდნენ და ისე დაეცა თაზო მეტლახზე და ამის შედეგად გარდაიცვალა, რაც ყოვლად არც ექვემდებარება სრულ იმ სიმართლეს, რაც არის ყველაფერი დეტალურად და ჩემი დაზარალებულის პოზიცია
წინა სასამართლო პროცესიც მტკიცეთ დავაზუსტე, რომ მიესაჯოს პაპაშვილს უვადო პატიმრობა. თბილისში მომხდარი გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვა 6 მაისს გამოძიების ოქროს მოწმის გამოკითხვით განახლდება. მოკრული ბიჭის ოჯახი გიორგი პაპაშვილისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს.